ახლა ყველა საინტერესებს დღის განმავლობაში დაარღვევს თუ არა დუმილს პროკურატურა და იტყვის თუ არა თუ კონკრეტულად რა მუხლებით აწარმოებენ გამოძიებას, ასევე საინტერესოა როდის იტყვის საგამოძიებო უწყება დაადგენენ თუ არა იმ მილიონობით დოლარის წარმომავლობას, რომელიც მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, საკმაოდ მრავალფეროვანი შეფასებები მოვისმინეთ. ის პოლიტიკის ექსპერტები, რომლებმაც კარგად იციან ქართულ ოცნებაში შიდა გარჩევების შესახებ, ამბობენ, რომ ეს უკავშირდება სავარაუდოდ იმ შიდა გარჩევებს, რომელიც ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა ამ დროის განმავლობაში და ამ შემთხვევაში გაიმარჯვა ირაკლი კობახიძის კლანმა და შესაბამისად სწორედ ახლა გაახსენდა საგამოძიებო უწყებასაც, რომ თურმე არსებობდა გარკვეული კორუფციული გარიგებები, რომლის შესახებაც გარკვეული წლების განმავლობაში საუბრობდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საუბრობდნენ მედიის წარმომადგენლები, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი, თუმცა ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება და საგამოძიებო უწყებები არათუ დაინტერესდნენ ამ საკითხებით, არამედ პირიქით გვახსოვს, რომ ქართული ოცნების არაერთი ლიდერი, რომელიც დღეს ჩუმად არის, ცდილობდა ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებასაც კი. ამიტომ ახლა ასე მოულოდნელად საგამოძიებო უწყების მხრიდან ჩატარებული ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას. ეს არის ერთი მიზეზი, რომელსაც უკავშირებენ პოლიტიკის ექსპერტები და მეორე მიზეზი ეს უკავშირდება უკვე მათივე შეფასებით ბიძინა ივანიშვილის ფულს. ის ითხოვს იმ თანხების დაბრუნებას, რომელიც მიაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში მაღალჩინოსნებმა მისმა თანაგუნდელებმა მოიპარეს. კობახიძის კლანი და კობახიძის დაჯგუფება ცდილობს ანგარიში გაუსწოროს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც თვლიდა როგორც ჩანს გარკვეულ საფრთხეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბაშვილია იმ სუპერ ძალიან კონსერვატიულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, კობახიძეს ასეთი მხარდაჭერა არ გააჩნია. ამიტომ დაიწყო ეს ანგარიშსწორების პროცესი. ძალიან ეშინიათ კორუფციის თქმის. იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი ბიძინა ივანიშვილის, ანუ იმ პირის, ვინც ეს ხალხი დააწინაურა. თუ ესენი კორუმპირებულები იყვნენ, კორუმპირებული იყო მთავრობა. ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. ყოველთვის მათ შორის, როდესაც პარლამენტში იყვნენ ორივე, როდესაც მაგალითად ლილუაშვილი იყო თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, მე თანამდებობით ვიცი, რომ ის წინააღმდეგი იყო კობახიძის ინიციატივის გაეუქმებინა თვითმმართველი ქალაქი. კობახიძე თავისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე ის არავის არ პატიობს თუ რამე წყენა ქონდა. მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, შეძლებდნენ თუ არა მოლაპარაკებას, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც ჩანს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ჩანს ჯერჯერობით ამას შედეგი არ გამოიღო და გადავიდნენ უკვე ზეწოლის პრესინგის შემდგომ ეტაპზე. თვითონ ეს ოპერაცია ბოლო გაფრთხილებაა, რაღაც ვადა მისცეს ეთყობა, რომ რაღაცა გადაიხადონ ამ ყველაფერში, რაღაც ფორმით და თუ არ გადაიხდიან, ნახავთ მერე ისტორიის გაგრძელებას. სად არიან ქართული ოცნების ექს-მაღალჩინოსნები, რომელთა სახლებში საგამოძიებო უწყების ცნობით ჩატარდა ჩხრეკა და მათივე ინფორმაციით ამოიღეს ძვირფასი ნივთები, ფული, ტექნიკა, რომელთა წარმომავლობასაც ახლა საგამოძიებო უწყება სწავლობს და საინტერესოა უკვე დღის განმავლობაში იტყვიან თუ არა დაადგინეს ამ ფულის წარმომავლობა, რომელიც გადაწყვეტს ბევრ რამეს ამ საქმეში, მათ შორის ახლა საზოგადოება ელოდება საგამოძიებო უწყებისგან თქვას რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. მანამდე კი უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საჯაროდ არ გამოჩენილა. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.